წარმოგიდგენთ ახალგაზრდებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ პანკისის ხეობა წიგნებით მოამარაგონ. ნინო შავერდაშვილის ძალიან საინტერესო სიუჟეტს გთავაზობთ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის იდეა წიგნი და ინტერნეტი ყველა სოფელს პროექტ ეკვილიბრიუმის ფარგლებში გრძელდება. აქტივობები გამომცემლობებისა და რიგითი მოქალაქეების მოხალისეების დახმარებით ხორციელდება. ჩვენ დაახლოებით 500-ზე მეტ ბიბლიოთეკაში ჩავიტანეთ წიგნები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა რეგიონში და ვცდილობთ, რომ ამ წიგნების ჩატანით დავეხმაროთ სასოფლო ბიბლიოთეკებს და აღვადგინოთ იგი სოფლებში, რაც დღეისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სოფელს ჰქონდეს თანამედროვე ტიპის ბიბლიოთეკა. შევავსოთ ერთის მხრივ მოძველებული წიგნადი ფონდი, რომელიც გააჩნია სოფლის ბიბლიოთეკებს და მეორეს მხრივ შევთავაზოთ თანამედროვე და ახალი ლიტერატურა. მეორე წელია, რაც ეს პროექტი არსებობს, უკვე რამოდენიმე ბიბლიოთეკა მოვიცავით და ძალიან კარგი არის იქაური მოსახლეობის რეაქცია, განწყობა და რაც თავარია, ამ წიგნებს თავისი ადრესატი ყავს და თავისი მკითხველი აქვს. რეგიონების განვითარების მნიშვნელოვან საქმეში წვლილი შეტანა წიგნების შემოწირულობის სახით ყველა მსურველს. მისამართზე გუდიაშვილის შვილი შეუძლია.